გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ევროპარლამენტს და ევროპულ საბჭოს აკრიტიკებს, როგორია ევროპარლამენტის პრეზიდენტის პასუხი მწვავე კრიტიკაზე. თბილისის ახალი ზოოპარკი იხსნება, დამთვალიერებლებს სტუმრობა ივლისის დასაწყისიდან შეეძლებათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი ერევანში მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება. სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე უკრაინული მხარის ინიციატივით შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს. კომუნიკაცია შედგა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ასევე ევროკავშირის პირველ პირებთან. მაკუნა აბულაძე აშუქებს სამიტს და მეტ დეტალს ის მოგვიყვება. საქართველოს როლი დაკავშირებადობის გაძლიერებაში რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება ამ მიმართულებით და როგორია ხედვა ეკონომიკური უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. ამ თემებზე მთავრობის მეთაურმა მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფორმატში ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა, როგორია მიდგომა საქართველოს ხელისუფლების, რა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, მათ შორის საუბარი შეეხო ბაქო ყარსის რკინიგზას, ჩქაროსნულ მაგისტრალებს, ანაკლის ღრმაწლოვან პორტს. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, საქართველოს როლის და პოტენციალის აღნიშვნა. მისივე განმარტებით ჩვენი ქვეყანა მზად არის პარტნიორობისთვის, მუშაობის გასაგრძელებლად იმ მიმართულებით, რომ გრძელვადიანი და ძლიერი დაკავშირებადობა ნამდვილად იყოს გარანტი ძლიერი სტაბილურობის. ამ დისკუსიას თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, კანადის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტი და სხვა ევროპელი ლიდერები. მანამდე კი მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის რიგით მეორე შეხვედრაზე. ეს კოალიცია ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-7 სამიტზე კოპენჰაგენში ჩამოყალიბდა. საინტერესო იყო საქართველოს გამოცდილების გაზიარებაც. ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა, რა მიღწევები აქვს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით ჩვენ ქვეყანას და რა გამოწვევები რჩება. ყველაფერს მაინც ციფრები ამბობს. პრემიერმა განმარტა, რომ მხოლოდ 2025 წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი არის დაკავებული და საქართველოს ხელისუფლებისთვის უკომპრომისო არის ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. ასევე ამავე შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ გამოწვევებს შორის რჩება ნარკოტიკების ონლაინ გაყიდვა და შესაბამისი უწყებები ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე აქტიურად მუშაობენ. საქართველო როგორც მოგიხსენებათ სატრანზიტო ქვეყანაა და ბუნებრივად ვაკავშირებთ აზიას ევროპასთან. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული გამოწვევაა ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში. გასულ წელს გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს. მხოლოდ გასულ 2025 წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ. საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი რიცხვია. მანამდე ჯამში მხოლოდ 8000 პატიმარი გვყავდა ქვეყანაში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წარმოდგენა შეგექმნათ მაჩვენებლების სიდიდეზე. გასულ წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელიც გავზარდეთ 87%-ით. გამოვავლინეთ 154 საერთაშორისო ნარკოტრაფიკის შემთხვევა, რასაც რა თქმა უნდა დადებითი გავლენა ექნება ევროპაში ნარკოტრაფიკის დინამიკის კლების სახით. მაგალითად, გასულ წელს ამოვიღეთ 900 კილოგრამზე მეტი ჰეროინი. ეს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ონლაინ გაყიდვებია. ამჟამად ამ პრობლემასთან გამკლავება ჩვენი მთავარი ამოცანაა. მზად ვართ ყველა თქვენგანთან ინტენსიურად ვითანამშრომლოთ. გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ვისწავლოთ თქვენგან, როგორ უმკლავდებით ამ პრობლემებს. მზად ვართ საერთო ინიციატივები შევიმუშაოთ ამ მიმართულებით და საერთაშორისო ქსელებში ნარკოტრაფიკის სქემები გამოვავლინოთ.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და ამ შეხვედრას ორივე ქვეყნის საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე მოგვიანებით სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა უკრაინის პირველმა დიპლომატმა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალშიც ვიქნებით კონტაქტზე, წერს ანდრეი სიბიგა, რომელიც ამბობს იმასაც, რომ ვრცელი იყო თემების ჩამონათვალი, რაზეც მხარეებმა ისაუბრეს და ეს თემები მათ შორის შეეხებოდა რეგიონში არსებულ ვითარებას და ევროპულ ინტეგრაციას. ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების APC-ის სამიტის ფარგლებში შეხვედრა გაუმართეთ ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრზე. ასევე განვიხილეთ ევროინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საკითხებში. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. შევთანხმდით შემდგომი კონტაქტის გაგრძელებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთანაც. როგორც პრემიერ-მინისტრმა ამ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო ყოველთვის მზად არის ორმხრივი თუ მრავალმხრივი დიალოგისთვის, ასევე მან განმარტა, რომ ნამდვილად ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს საქართველოს ევროპის საბჭოსთან, თუმცა ამავე შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა განმარტა ის, რომ შემაშფოთებელია, როდესაც საერთაშორისო მექანიზმების პოლიტიკურად მოტივირებული მიზნებით გამოყენება ხდება. რაც შეეხება მანამდე განვითარებულ მოვლენებს, ევროპელი ლიდერები, რომლებიც შეიკრიბნენ ერევანში APC-ის სამიტის ფარგლებში, მათ მასპინძელი ნიკოლ ფაშინიანი დახვდათ. ამის შემდეგ ტრადიციული ერთობლივი ფოტოს გადაღება მოხდა, სადაც ერთმანეთს მიესალმნენ ლიდერები, მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელსაც მიესალმა რობერტა მეცოლამ, ნატოს გენერალური მდივანი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მადლობა, ეს იყო მაკუნა აბულაძე. ქართული ოცნება ევრობიუროკრატების ცალმხრივ მიდგომებზე საუბრობს. მართველი გუნდი ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირისგან მხოლოდ ობიექტურ და თანასწორ უფლებიან დამოკიდებულებას ითხოვს. ეს შეფასებები კაია კალასის განცხადებას მოჰყვა, მან თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრების სურვილის მიუხედავად ხელისუფლება არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს. ამ სამიტის ერევანში ჩატარება კიდევ ერთი გამოხატულებაა იმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამხრეთ კავკასია, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე. თუ შევხედავთ გეოგრაფიას, ვნახავთ, რომელი ქვეყნებია ამ რეგიონში, რა თქმა უნდა, დღის წესრიგშია საქართველოც, რომლის ხელისუფლებაც არ დგამს ნაბიჯებს, რომლებიც შეესაბამება მათ განცხადებებს ევროკავშირში გაწევრების სურვილთან დაკავშირებით და არასწორი მიმართულებით მიდის. ეს ასევე გვიწესებს შეზღუდვებს, მაგალითად დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით. საჭიროება არის სწორად ნახული, რომ ნამდვილად საქართველოს არის მნიშვნელოვანი რგოლი და პარტნიორი ევროკავშირისთვის, ენერგოუსაფრთხოებიდან დაწყებული სხვა ლოგისტიკის, ტრანსპორტით, ვაჭრობით გაგრძელებული, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ამას სწირავს, ეს კაია კალასი და მისი პოლიტიკური ჯგუფი და ოჯახი სწირავენ მოქალაქეების ინტერესებს. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ურთიერთობები, უფრო მეტ ესკალაციაზე და დაძაბულობაზე მიდიან. აი სწორედ ამას ვამბობთ, რომ მათი პოზიციები ნაკარნახევია არა მოქალაქეების საჭიროებებიდან, არა გეოპოლიტიკური საჭიროებებიდან, არა ორმხრივი ინტერესების საჭიროებებიდან, არამედ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, რომ იქნებ რამენაირად კვლავ მეტი პოლარიზაცია შემოიტანონ ქართულ საზოგადოებაში. 4 ოქტომბერს წინასწარ გამოვიდნენ და დაანონსებული იყო გადატრიალება სახელმწიფო და იმას დაუჭირეს მხარი. აღარ ვლაპარაკობ რიტორიკას, მე ვამბობ კონკრეტულ ქმედებებს. ასეთ მე ძალიან ბევრი შემიძლია ჩამოთვალო. ასე რომ ჩვენი ნაბიჯები ყოველთვის იყო საპასუხო ნაბიჯები. არასდროს ინიციატორები რაღაცა კონფლიქტის გაღრმავების ევროკავშირთან არ ყოფილვართ ჩვენ. და თუ ისინი შეწყვეტენ ამ სამხრივ მიდგომებს, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ჩვენი ნაბიჯები არ დააყოვნებს და ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ერთადერთ რამეს ვთხოვთ მხოლოდ ობიექტურ დამოკიდებულებას. ფაქტებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს და არა ახმებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. არა წინასწარი ნარატივით რევოლუციური სიტუაციების წახალისებას, არამედ
თანასწორუფლებიან პარტნიორულ ურთიერთობებს. უბრალოდ ჩვენ შეფასებებს რომ არ დავეყვნოთ, ალბათ საზოგადოება მსჯელობს იმით, თუ კაია კალასი და მის მაგვარი ლიდერები საით მიყავთ ამ ლიდერებს ევროკავშირი, როგორ დასუსტდა ევროკავშირი როგორც ეკონომიკურად, ასევე გეოპოლიტიკური პოზიციონირებით, რამდენი გამოწვევა აქვს ევროკავშირს როგორც ინსტიტუციას და წევრი სახელმწიფოები რიგ შემთხვევაში როგორ აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც კაია კალას და მისი მაგვარი ლიდერები უჭერენ მხარს. ამიტომ, როდესაც ასეთი პოლიტიკის მწარმოებელი ევროპოლიტიკოსი გაკრიტიკებს და გიწუნებს პოლიტიკას, ალბათ ძალიან მარტივი არის გააკეთო არჩევანი, სადგას სიმართლე, იმასაც რომ არ მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია ქართული ხალხის ინტერესთან, მოთხოვნებთან. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტში ონლაინ ფორმატით მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა მშვიდობის აუცილებლობას, გააკრიტიკა ევროპარლამენტი, ევროპული საბჭო და თქვა, რომ ორმაგი სტანდარტები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქცევის წესად იქცა. ილჰამ ალიევის კრიტიკას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა უპასუხა. აზერბაიჯანი 2001 წლის იანვრიდან გახლავთ ევროპის საბჭოს წევრი. სხვათა შორის მე მაშინ აზერბაიჯანის დელეგაციის თავმჯდომარე ვიყავი, როგორც პარლამენტარი და ერთ-ერთი აქტიური წევრი. 2024 წლის იანვრამდე ჩვენი დელეგაცია არასდროს არ ყოფილა არანაირი შეზღუდვის ქვეშ ევროსაბჭოში. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა წერტილი დაუსვა სეპარატიზმს ყარაბაღში. ჩვენ თავად განვახორციელეთ 1993 წელს მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები. აქედან 4 თვეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სანქციები დაუწესა ჩვენს დელეგაციას. სამწუხაროდ ორმაგი სტანდარტები დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქცევის წესად იქცა. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ისეთივე ღირებულია, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის. ამ საკითხზე ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. რაც შეეხება ევროპარლამენტს, ეს კრება სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად საბოდაჟს მიმართავს. 2021 წლის მაისიდან ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან 6 თვეში 2026 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ევროპარლამენტმა მიიღო 14 რეზოლუცია, რომლებიც სავსეა აზერბაიჯანის შეურაცხყოფითა და ტყუილებით. უბრალოდ წარმოიდგინეთ 5 წელიწადში 14 რეზოლუცია ერთგვარი შეპყრობილობაა. უახლესი რეზოლუცია 4 დღის წინ მიიღეს, მიზანმიმართულად ამ სამიტის წინ. ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება ჰქონდეთ ზოგიერთი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრობლემებზე, როგორებიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა, უსახლკაროთა პრობლემები, ევროპარლამენტი სამიზნეში იღებს აზერბაიჯანს, ცილს წამებს მას და ავრცელებს ტყუილებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აზერბაიჯანმა აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ასრულა სეპარატიზმი და პასუხისგებაში მისცა ომის დამნაშავეები. პასუხად აზერბაიჯანის პარლამენტმა 1 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპარლამენტთან ყველა სფეროში თანამშრომლობა ოფიციალურად შეაჩეროს. შეწყვიტოს ევროკავშირი აზერბაიჯანის საპარლამენტო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა და დაიწყოს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრობის შეწყვეტის პროცედურა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამიტზე ღიად ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენ შეშფოთებებსა და მოსაზრებებს, მსურს ჩვენი კოლეგებისთვის მეცნობებინა, თუ რა ხდება ამ მიმართულებით, რომ ჩვენს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არ ყოფილიყო რაიმე სახის დეზინფორმაცია ან ინფორმაციის манипуляция. დისკუსიების დროს უთანხმოებები ჯანსაღია, თუმცა მინდა ნათლად ვუპასუხო და ხაზი გაუსვა, რომ ევროპარლამენტი არის დემოკრატიული ორგანო, რომელიც შედგება პირდაპირ არჩეული წარმომადგენლებისგან. მისი რეზოლუციები მიიღება ხმათა უმრავლესობით და მართალია მათი შედეგები შეიძლება ზოგიერთისთვის არაკომფორტული იყოს, თუმცა ჩვენ არასდროს შევცვლით ჩვენი მუშაობის პრინციპს და დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ბრძოლის სტრატეგიას უწუნებს, განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა, ის ასევე გამოეხმაურა მსჯავრდებულ ნიკა მელიას წერილს და თქვა, რომ ვერაფერი გაიგო, გარდა იმისა, რომ მელიას ის არ მოსწოს. პარალელურად თამარ ჩერგოლეიშვილი ნაცნობურ მოძრაობას ალიანსის წესების დარღვევაში ადანაშაულებს. როცა არც სტრატეგიას ცნობდა, არც წესებს, თავისთავად ალიანს მიღმა ხარ, რამდენიც არ უნდა იხუტუნავო. ესეთი პროცედურა თავი გაირიცხა არ არსებობს. არავინ დატოვებას არ გეგმავს. ერთმანეთთან დაპირისპირების ძირითადი შინაარსი არის სწორედ ის, თუ როგორ მოაწონონ დამფინანსებლებს და პოლიტიკურ მხარდამჭერებს თავი, რომლებიც საქართველოში არ ემყოფებიან. რომელი უფრო მეტი რესურსის მატარებელია მისათვის საქართველოში დესტაბილიზაციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. ეს არის მათი შინაარსი, რასაკვირველია ამ თემაზეც ავანსაც კარგად აანალიზებს საზოგადოება.
საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხელ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. დაიკითხა ბრალდების ერთი მოწმე, რომელმაც დეტალურად აღწერა 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები და სპეცდანიშნულების რაზმის ტელეკომპანია იმედში შეჭრა. ბრალდებულმა პროცესზე საქმესთან დაკავშირებით არ ილაპარაკა. მოწმის სახით დაიკითხა 2007 წლის მდგომარეობით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი პირი, რომელმაც აღწერა ის დარბევის, ასე ვთქვათ, სისასტიკე და ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე და შემდგომი ეპიზოდი იყო უკვე ტელეიმედში შეჭრის ეპიზოდში, მან ისაუბრა ჟურნალისტებზე, რა მდგომარეობაშიც იყვნენ და პირადად ანუ გულწრფელად რაც აღმოხდა სიტყვები იყო ის, რომ რა მდგომარეობა იყო კონცლაგერს ხო არ ჰქონდა ადგილი ისეთ მდგომარეობაში ჟურნალისტები. დაადასტურა ის ფაქტი, რომ შესაძაც იმდროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წევრები მოდიან და უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებენ ბადრი პატარკაციშვილს და ასევე არის შეძახილები იმჟამინდელი პრეზიდენტის მიმართ და დაადასტურა, რომ ესენი იყვნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ძირითადად, ასევე სხვა დანაყოფები და ასევე ეს პირველი, ასე ვთქვათ, შეძახილი წამოვიდა დათაახალა ეს ინიციატივით და ისინი საყმენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. შეხვედრებს მინისტრები, მათი მოადგილეები, დეპარტამენტებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა სამომავლო განვითარების ხედვებსა და პრიორიტეტებზე. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი მნიშვნელოვანი პროექტები რეგიონში ახალ შესაძლებლობებად გარდაქმნას. Ქონდა შესაძლებლობა გვეზრუნა, გვეფიქრა და გვემსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაც დგას დღის წესრიგში. ის პროექტები, რომელიც იყო დაანონსებული ჩემს მიერ, იყო მსჯელობა თუ როდის, როგორ, რა ეტაპზე იქნება ამ პროექტების ჩაბარება, განხორციელება და დამერწმუნეთ ეს არის ყველა ის პროექტები, რომელიც გახდება ჩვენი რეგიონის და ჩვენი კუთხის სავიზიტო ბარათი. ქართულ ებრაული ურთიერთობები, წარსული და თანამედროვეობა კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ. საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ღონისძიების საპატიო სტუმარს, მწერალს, პუბლიცისტს და საზოგადო მოღვაწეს აბრაამ საპირს ქართულ ებრაული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. კონფერენცია სწორედ მისი სახელობის ქართულ ებრაული ურთიერთობების ცენტრის გახსნას მიეძღვნა. ეს არის პირველ რიგში არა მხოლოდ კონფერენცია, არამედ ხალხთა შორის ურთიერთობა, იმ ისტორიის გაცოცხლება და საზოგადოებისთვის ცნობა, რომელიც ჩვენ ორ მოძმეერს გვაკავშირებს. და რა თქმა უნდა, კონკრეტულ ადამიანებს ვუფიქსირებთ ჩვენს პატივისცემას ამ ურთიერთობების გაღრმავება გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. წარმოდგენილი იყო ის არქივი, რომელიც ისრაელიდან გამოიგზავნა ჩვენთან საჩუქრად. ჩვენ ამით ერთ აგურს ვამატებთ იმ 26 საუკუნოვან ურთიერთობას, რითაც ამაყია ქართველი და ებრაელი ერი. ჩემს მიერ უნივერსიტეტის გადაცემული არქივი მისცემს საფუძველს მომავალ მეცნიერებს უფრო ღრმად შეისწავლონ ეს საკითხი ჩვენი ურთიერთობებისა. ჩემი ფესვები აქედან არის და ეს მიხარია. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი მედიასთან აკეთებს კომენტარს. პირდაპირ ეთერში ვრთავთ ირაკლი კობახიძეს. მოვიდეთ სოლაში, ხა ნამდვილად გადაჭერა. ამ სამიტის შეჯამება ერთგვარი საკმაოდ ბევრი შეხვედრები გქონდათ. რისთვის გამოიყენა ქართულმა მხარემ ეს პლატფორმა და შემდეგ უშუალოდ კონკრეტულ შეხვედრებთან დაკავშირებითაც კითხავთ, ბუნებრივია რისი თქმის საშუალებაც გექნებათ. ზოგადად სამიტი ძალიან საინტერესო ფორმატია. მე ხვდეთ ვიღებ ამ სამიტში მონაწილეობას, მოხარული ვარ ამ შემთხვევაში ჩვენს მეგობარ მოსაბოლოო ქვეყანაში იმართება სომხეთში. ეს სამიტი ტრადიციულად გამოვიყენეთ აქაც ეს პლატფორმა, მრგვალი მაგდის ფორმატში მქონდა გამოსვლა, სადაც საუბარი ქონდა დაკავშირებადობის საკითხზე, განსაკუთრებით ენერგეტიკის მიმართულებით და ჩვენი ხედვები გაუზიარეთ ჩვენს კოლეგებს და მეორე ამ ფორმატში გვაქვს ხოლმე საშუალება ძალიან ბევრ ლიდერს გავესაუბროთ და ეს შესაძლებლობაც მაქსიმალურად გამოვიყენეთ, ქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენ. უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზეც მინდა გკითხოთ, დღეს უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა ეს შეკითხვა, რომ გითხრათ ეს შეხვედრა, რომ გითხრათ რაზე ისაუბრეთ, რისი თქმაც შეიძლება, რა თქმა უნდა, მხარებმა.
ნუ მე შინაარსზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, გამომდინარე იქიდან რომ ეს იყო დახურული, ასე ვთქვათ, შინაარსის შეხვედრა, დახურული ფორმატის შეხვედრა. თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენ შორის. რა ფორმატის შეხვედრა იყო ბატონო ირაკლი, ეს შეგიძლიათ გითხრათ და შეიძლება და ყოფილიყო უფრო ხანგრძლივი, მაგალითად მცირე შეხვედრა იყო ეს. თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მოგესიერად დაუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო საუბარი ჩვენ შორის და იყო ძალიან მეგობრული. აი პერსონალურად მაგალითად უკრაინის მიერ სანქციები, ამ თემას დავასრულებ, უკრაინის მიერ სანქციებულთა სიაში ხარ, აი თუ იყო ამაზე ლაპარაკი. გარდა ამისა, როცა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებზე ლაპარაკობთ, მუდმივად ისმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიმართ, რომ აქვს ადგილი ანტიდასავლურ დეზინფორმაციას და ხო არის გადახვევა დემოკრატიული გზიდან და ევროპული პრინციპებიდან. თუ იყო ამ განწყობების გათვალისწინებით ეს საკითხები თუ დადგა თუ ილაპარაკეთ ამაზე. ეს ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს და მას უნდა გავაფრთხილდეთ მაქსიმალურად. ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გაუზიარა. მოგეთ რაც შეეხება დეტალებს, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სულისკვეთება იყო მეგობრული. აი ეს დავას არ დაგისრულებიათ. აი ეს არ დაგისრულებიათ ევროპულ ქვეყნებისთან მიმართებით დეზინფორმაციაზე კითხეთ სულისმის. ხო, რაც შეეხება ახლა დეზინფორმაციას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ეს არის, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემა. ამაზე ჩვენ მუდმივად საუბრობთ. ხშირად გვიწევს ხოლმე კომენტარების კეთება, გვიწევს ხოლმე უპასუხოთ ასეთი ტიპის განცხადებებს, დეზინფორმაციით გაჯერებულ განცხადებებს. ეს არის სამწუხარო რეალობა. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეესრულოს. დიახ, რა თქმა უნდა, ამ სამიტშიც მონაწილეობდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებსაც გაუკეთებიათ არაერთხელ, აქ არ შევალ დეტალებში, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ აქ იყვნენ მათ შორის წარმოდგენილი პოლიტიკოსები, რომლებსაც გაუკეთებიათ უსამართლო განცხადებები ქართული ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ და ძალიან სამწუხარო, თუმცა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც გვიწევს ჩვენ მუშაობა, თუმცა ნუ ამას თვალი უნდა გაუსწოროთ, თავარია ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ზოგადად ყველა მიმართულებით ურთიერთობების განვითარებაზე. თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ამ შემთხვევაში ყველა პრობლემა მოიხსნება. არა, აქ არ ყოფილა, აქ ჩვენ საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული განცხადებები საერთოდ არ მოგვისმენია, ამ ფორმატში ამაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. მქონდა გასაუბრება არაერთ ლიდერთან. ამ ფორმატში ლიდერების ნახევარზე მეტთან გააქვს გასაუბრების საშუალება, ასეთი ეს ფორმატი და ნუ ყველასთან მქონდა საუბარი ასე ვთქვათ რეალობაზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოსაზრეები გაუზიარეთ ყველას, ეს არის ნუ საერთო შინაარსი, რაც შემიძლია გადმოგცეთ ამ ფორმატთან დაკავშირებით. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სტაბილურ განვითარებაზე. რომ ეს ენერგოდამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ევროპის კონტინენტისთვის. ამ თვალსაზრისით ჩვენ რისი შეთავაზება შეგვიძლია როგორც შუა და ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას. მე საუბარი მქონდა სამხრეთ კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს პერსპექტივაზე დაკავშირებადობის კუთხით. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან საინტერესო მოცემულობაშია ჩვენი რეგიონი. ჩრდილოეთისკენ არის მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის ომს გულისხმობ და სამხრეთში არის სამხედრო დაპირისპირება, კრიზისი, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ჩვენი რეგიონი და კონკრეტულად საქართველოს მათ შორის არის მოგწეული ამ ორ კრიზისს შორის, ორ სამხედრო ასე ვთქვათ კონფლიქტს შორის. ამ ვითარებაში ერთი მხრივ რა თქმა უნდა არსებობს სერიოზული გამოწვევები, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენს რეგიონს და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანას აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობები. რა თქმა უნდა მე ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი, ეს არის შუა აზიის ქვეყნები და რა თქმა უნდა ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხიდან მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს შესაძლებლობა ავითვისოთ შუა დერეფნის
ფარგლებში ჩვენი როლი გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ. საუბარი მქონდა ასევე ინვესტიციებზე, რომელიც ხორციელდება ინფრასტრუქტურის სფეროში. ყველა დეტალთან დაკავშირებით გავუზიარე ინფორმაცია და მოსაზრებები ჩვენს კოლეგებს, რაც შეეხება დაკავშირებადობას. ასევე ერთ-ერთი თემა იყო მწვანე ენერგია, ენერგეტიკული დაკავშირებადობა. თაკაც გავაცანე კოლეგებს ჩვენი გეგმები, ჩვენი მიზანია ელექტროენერგიის გენერაცია გამომუშავება გაიზარდოს 4800 მეგავატიდან 11500 მეგავატამდე. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა გახდება მთლიანად თვითქმარი ელექტროენერგიის თვალსაზრისით და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ექსპორტზე გავიტანოთ ელექტროენერგია და ამ კუთხით ხაზი გავუსვი, რა თქმა უნდა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსაც. ყველა ამ თემაზე ქონდა საუბარი კოლეგებთან. დღეს მოვისმინეთ მისი მხრიდან, რომ სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველო, მაგრამ მათი ხელისუფლების ქმედებები არ შეესაბამება განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების თავობაზე და მათი ნაბიჯები გვიცესებს შეზღუდვებს, მაგალითად დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით. იგივე ამ დაფინანსებაზე საუბრობენ მათ შორის იმ კანონებთან მიმართებით, რატომაც ეს შეზღუდვები დაწესდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო. აი დღეს როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ იგივე განცხადება, რაც მოვისმინეთ? რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები არის სამწუხარო. ზოგადად თქვენ იცით როგორია კონტექსტი. ხო, მთელი ამ წლების განმავლობაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობა, თამაში იყვნენ ჩართული გარედან დაფინანსებული სუბიექტები, მათ შორის აგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები, მედია საშუალებები და ამ შემდეგ. ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება. ეს არის რეალობა. ხო, ჩვენ გვიწევდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გარე ინტერვენციის მიმართ და ეს ყველაფერი წარმატებით გავაკეთეთ, დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ქართული ხალხის ინტერესები. დანარჩენი არის სამწუხარო. ხო, ასეთი განცხადებები არის სამწუხარო, არ არის რა თქმა უნდა სამართლიანი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ჩანაცვლდება მომავალში სამართლიანი განცხადებები. ამ სერიოზული ბრალდებები თუ არსებობს ასეთი, რატომ გიჭირთ პარტნიორების დარწმუნება ამაში? იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებიც ასევე არის ხოლმე კრიტიკას შორის, რასაც დასავლელი პარტნიორებისგან ვისმენთ და რატომ თქვენი აზრით აქ დარწმუნებაზე არ არის საუბარი, არსებობს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. რით დაიწყო ეს ყველაფერი არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისთვის, იყო პირდაპირ თავის დროზე ამში ჩართვის მოთხოვნა, პირდაპირ გაჟღერდა ეს მოთხოვნა კონკრეტულ შეხვედრაზე და ამას მოყვა შემდეგ შანტაჟი ქართული ხალხის მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც გრძელდება მთელი ამ წლების განმავლობაში და ამ ყველაფერში ვიღაცებმა ჩართეს ევროპული ბიუროკრატიაც. ეს არის საერთო კონტექსტი, როდესაც არის უხეში პოლიტიკური ინტერესი, იქ რა თქმა უნდა არგუმენტები არ ჭრეს, იქ არის შიშველი პოლიტიკური ინტერესები და კონკრეტული ადამიანები ცდილობენ გამოიყენონ მათ შორის ევროპული ბიუროკრატია ამ ინტერესების გასატარებლად, რაც არის ძალიან სამწუხარო. ასეთ ფორმატებში რომ მონაწილეობთ, ბატონო ირაკლი, მაშინ არ არსებობს ხოლმე ეს ომში ჩართვის საფრთხეები და ჩვენ ყველასთან საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა ხდებოდა ჩვენი ქვეყნის გარშემო, რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და საუბრობთ ასევე იმასთან, როგორ უნდა განვითარდეს ეს ურთიერთობები. ეს არის პოლიტიკა. სამწუხაროდ პოლიტიკაში არის ბევრი სიბინძურე, მათ შორის ევროპაშიც და თავარია რომ შეიცვალოს ეს მოცემულობა. სამწუხაროდ ასეთი ვითარება დღეს შექმნილი, რომ ხშირად საქართველოსთან მიმართებით დომინირებს არასწორი, ძალიან რბილად ვამბობ, არასწორი ინტერესები. ეს თუ შეიცვლება, რა თქმა უნდა, ვითარება კანონების გაუქმების რეალობის შეცვლასაც ხობენ. არა, ეხლა კანონები ეხება გამჭრელობას. გამჭრელობა არის სწორედ რომ ტრადიციული ევროპული ღირებულება და ასე დროს, როდესაც ვიღაც ითხოვს კანონის გაწევას, გამჭრელობასთან დაკავშირებული კანონის გაწევას, იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ასე დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიმშელებთ კანონების გაწევასა, ეს კანონები ეხება გამჭრელობას. გამჭრელობა არის აუცილებელი, როგორც ხელისუფლების შემთხვევაში, ისე მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების და სხვა სუბიექტების შემთხვევაში. ეს არის ტრადიციული ევროპული ღირებულება და როდესაც კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და პოლიტიკოსები უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, აქედან ჩანს, რომ ყველაფერს
ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესი. ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით. ყველა მიმართულებით გვჭირდება პრაგმატული პოლიტიკის წარმოება, როგორც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ჩვენი პოზიციები. ყველგან უნდა ეცადო თანამშრომლობას, აბსოლუტურად ყველგან. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი, საუკუნეების მანძილზე ასე ხდებოდა და ასე ხდება დღესაც. ხო, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, აქედან გამომდინარე, საჭიროა მაქსიმალურად უნებრივია ლავირება, საჭიროა მაქსიმალურად პრაგმატული პოლიტიკის წარმოება და ასე მუშაობ მთელი ამ წლების განმავლობაში. ბატონო პრემიერო, თბილისში არსებულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება, ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ალიანსის დატოვებას არ აპირებენ, თუმცა არც ანტინიშას მომხრეები არ არიან, საწინააღმდეგოს ამბობენ ალიანსის დანარჩენი წევრები, ისინი აცხადებენ, რომ უნდა დაიცვას ნაციონალურმა მოძრაობამ ის წესები, რაც ალიანსში არსებობს, რაზე მიუთითებს თქვენი აზრით მათ შორის ეს დაპირისპირება? ასეთი ალიანსი ხშირად შექმნილა, თუმცა არის პერსონალური დისკომფორტიც მათ შორის. აქ ყველაფრიდან რა ჩანს ხოლმე, რომ ყოველ ჯერზე მათ გარედან ავალებენ გაერთიანებას, მაგრამ ბოლოს ისე ხდება ხოლმე, რომ პერსონალური კონფლიქტები არ აძლევს მათ ერთიანობის შენარჩუნების საშუალებას. საკაც იგივე ხდება, ვიღაცამ დაავალა გარედან გაერთიანება, ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა გაერთიანდა უკვე ეგრეთ წოდებული ალიანსის სახით ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო, ასე ვთქვათ, ინტერესები, შესაბამისად ვერ ერთიანდებიან, ეს ხდება ყოველ ჯერზე, ხო? 10 არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ესენი ერთიანდებოდნენ, მერე იშლებოდნენ, ერთ-ერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგეთ. მიხეილ სააკაშვილზე მითხრათ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ეკლესია ისეთი ძლიერი, როგორც მისი მმართველობის დროს იყო არასდროს ყოფილა და ასევე მისი მმართველობის დროს არ ყოფილან პოლიტპატიმრები, როგორც შეაფასეთ, რას ემსახურებათ? რაც ხება პირველ რიგში ეკლესიას, ჩვენ გვახსოვს, როგორი კამპანიები წარმოებდა ამ რეჟიმის პირობებში ეკლესიის წინააღმდეგ 9 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ეს კამპანია. თვითონ ურიგებდნენ სასულიერო პირებს, ჯიბებს და შემდეგ თვითონ ეწევდნენ ხოლმე კამპანიას ამ ჯიბებთან დაკავშირებით. დისკრედიტაცია ეკლესიის სხვადასხვა ფორმით, რაღაცა კომპრომატებით, შანტაჟი და ეს შემდეგ უამრავი უბედურება ხდებოდა მაშინდელი ხელისუფლების პირობებში. ეს ყველაფერი შეიცვალა და მიდგომები შეიცვალა და დღეს ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ეფუძნება პრინციპებს. და მათ შორის ეს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის სეკულარიზმის პრინციპი და ჩვენ ამ სულისკვეთებით ვაპირებთ, რა თქმა უნდა, ურთიერთობის გაგრძელებას. თვისებრივად განსხვავებულია ურთიერთობების შინაარსი დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და თვისებრივად განსხვავებული იყო ამისგან ურთიერთობების შინაარსი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში. რაც შეეხება პატიმრებს, პატიმრებზე საერთოდ სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რო ახსენებს, ეს უკვე რა თქმა უნდა სირცხვილია. თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა თავის დროზე საპატიმროებში, 25,000-მდე პატიმარი ყავდათ ციხეებში, ადამიანების წამება, იქ დეტალებში აღარ შევალ, გახსენებაც არ გვინდა ყველაფრის, ეს იყო სისტემური დანაშაული, რასაც ჩადიოდა მაშინდელი ხელისუფლება, როდესაც ამ ასეთ პირობებში სააკაშვილის სიტყვა პატიმარს ახსენებს, იქ უკვე კომენტარი ზედმეტია. ამას რძენია ეს ყველაფერი. პატრიოტი ფასებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, როგორი სურათი გვაქვს და როგორი გაქვს მოლოდინები? ჩვენ ვიხილეთ საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგები. საბოლოო ჯამში ძალიან სიღრმისეული დასკვნა დაიდო ფასებთან დაკავშირებით, ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. გამოვლინდა სტრუქტურული პრობლემები ფასწარმოქმნაში და რა თქმა უნდა ამას სჭირდება კონკრეტული ზომების დაპირისპირება ბიზნესთან თანამშრომლობის საფუძველზე და ეს არის სწორი გზა. ეს არის ერთადერთი სწორი გზა მიმართულებით. შესაძლებელია მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, რაც უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში ფასების შემცირებას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სტრუქტურული პრობლემები გროვდებოდა არათუ წლების, არამედ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რა თქმა უნდა ერთ დღეში და ორ დღეში ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, მაგრამ თუ იქნება სწორი მიდგომა, შესაძლებელია საშუალოებრივ პერსპექტივაში დამოკლდეს მიწოდების ჯაჭვი, ისე რომ შემცირდება 86%-დან ფასდამატი გონევრულ ოდენობამდე. ეს არის ჩვენი ამოცანა და რა თქმა უნდა ვიმოქმედებთ კომისიის დასკვნების შესაბამისად. მინდა კითხოთ, ბატონო ირაკლი, სამთავრობო კომისიაც შექმნით თქვენ და საპარლამენტოს პარალელურად ამ კომისიის მუშაობის შედეგი არ ვიცით. ასევე
ოპონენტები ამბობენ თქვენი რომ ეს ნაბიჯები არის პოპულისტური, რასაც ახლა გაცოცხლავს ეს კომისიები, იმიტომ რომ თავარი უფრო ეფექტიანი ნაბიჯები იქნებოდა გადასახადების შემცირება და ბიზნესის საქმიანობაში ჩარევა გამოიწვევს ერთგვარად რაღაც ცუდ ეფექტებს. ჩვენ ბიზნესის საქმიანობაში უხეშ ჩარევას არ ვაპირებთ ბიზნესთან თანამშრომლობით იმ სტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, რომელიც იდენტიფიცირებულია მიწოდების ჯამში. ეს არის ერთი საკითხი. რაც ხდება გადასახადების შემცირებას, აი ეს არის ზუსტად პოპულიზმი, როდესაც აცხადებენ, მაგალითად ინიციატივა იყო რომ აქციზი განახევდეს და დღეგე განახევდეს სურსათზე, პირველ შემთხვევაში აქციზი განახევდეს საწოლზე, ეს გამოიწვევს ბიუჯეტის შემცირებას 800 მილიონი ლარით. ესეც კი არ დაუანგარიშებიათ. არავის არ გაუკეთებია ეს განცხადება, რომ კი 800 მილიონი შემცირდება ბიუჯეტი, მაგრამ ეს საიდანღაც უნდა დაკომპენსირდეს. 33% არის მარტო სოციალური ხარჯები ამ ბიუჯეტში, არის სხვა უამრავი სავალდებულო ხარჯი. რითი უნდა შეივსოს ეს დანაკლისი 800 მილიონი ლარის დანაკლისი, ამაზე ხო არავის არაფერი არ თავს. ზუსტად ეს არის ადმინისტრაციული ხარჯები არის ძალიან გაზრდილი და ამის შემცირება სად არის შესაძლებელი? რაოდენობით ავტომობილების შეიძინა სამთავრობო თქვენ ხო სამართალდან პატრულმა უნდა იაროს 20 წლის წინადელი მანქანებით თუ თავდაცვას არ უნდა ყავდეს მანქანებით თუ რომელ ძალოვან სტრუქტურებს არ უნდა ქონდეთ მანქანები. რაზეა საუბარი? სუბთა პოპულიზმია. ეს არის სერიალი პოპულიზმი. შეგიძლიათ სათითაოდ გადახედოთ თუ ერთი მანქანა ზედმეტიც არის ნაყიდი პოლიციის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თავდაცვის სამინისტროს მიერ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მაშინ გასაგებია, მაგრამ ერთი მანქანა დაამტკიცონ რომ არის უსაგნოდ ნაყიდი და არ იყო ამ ავტომობილის შეძენის საჭიროება, ხო? სრული პოპულიზმია, რასაც ამბობენ, არ არსებობს არავითარი არგუმენტი. რეალურად დავასრულებ. მაქსიმალურად გავწურეთ ადმინისტრაციული ხარჯები, თქვენ იცით მაგალითად იგივე სახელმწიფო საწარმოებში ჯამში დაახლოებით 60 მილიონით მარტო ხელფასებია შემცირებული ოპტიმიზაციის ხარჯზე. და სხვა მიმართულებით პროექტების ოპტიმიზაციას რაც შეეხება ასეულობით მილიონი ლარია დაზოგილი და სწორედ ამის შედეგია ის რომ მაგალითად ჩარჩან რო ქონდა ჩვენ ეკონომიკური ზრდა 7.9%, რაც უკვე მაღალი მაჩვენებელი იყო, წელს პირველ კვარტალში გვაქვს 9.1% ეკონომიკური ზრდა. აი ეს გამოიწვია კორუფციასთან ბრძოლამ, გამოიწვია ნეპოტიზმთან ბრძოლამ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებამ. ეს არის კონკრეტული შედეგი და დანარჩენი კიდევ ერთხელ ერთი ავტომობილი დაასაბუთონ რომ ზედმეტად არის ნაყიდი და რა თქმა უნდა ამაზეც პასუხს ვაკეთებ. ივან დილშენით დაავადებული ბავშვების მდგომარეობაზე მინდა და მეკითხა, ძალიან დიდი ხანია ისინი ითხოვენ თქვენთან შეხვედრას კომუნიკაციას, ისინი რჩებიან ისე მთავრობის ადმინისტრაციასთან, გექნებათ ალბათ ინფორმაცია თუ აპირებთ მათთან კომუნიკაციას, ასევე არის გარკვეული ზრები მათი თქმით კომუნიკაცია მწარმოებელ კომპანიებთან, წამლიხ მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც გამოხატავენ მსატყოფნას, რომ დაიწყონ ქართულ ოცნებასთან კომუნიკაცია. თქვენ თუ აპირებთ ჩართვა? ნახეთ, ეს არის მგრძნობიარე საკითხი. ჯანდაცვის სამინისტრო არის ბოლომდე ჩართული ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელებაში. რაც შეეხება ფარმაცევტულ კომპანიებს, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ასეთი საკითხების მოგვარების დროს არის სწორედ ფარმაცევტული კომპანიები. არის მარტივი მაფია ჩამოყალიბებული. ამ მაფიას აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. ეს ყველაფერი, ამიტომ აქ არის სწორედ სიფრთხილე საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე. მსოფლიო მასშტაბით არის ეს მაფია გაშლილი, ეს მარტო საქართველოს არ ეხება. ამიტომ ყველა საკითხი უნდა იყოს დაწონილი გონივრულად, არავის არ ენანება არც 1 თეთრი და არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ეს არის ზოგადი მიდგომა. დანარჩენი რაც შეეხება კონკრეტიკას, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კომუნიკაცია, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ყოველჯერზე პოზიციას. კომპანიები თანამშრომლობენ ევროპულ ქვეყნებთან და ამერიკასთან. ბატონო ირაკლი, ავტოსაკრავად ავტორიტეტული არის მათ შორის ქვეყნები, სადაც არაერთი კორუფციული გარიგება დაიდო მთავრობებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის. და ძალიან დიდ ფულს შეულობენ კონკრეტული პოლიტიკოსები ასეთი მაფიოზური გარიგებებიდან. კი, არის კორუფციით განთქმული სახელმწიფოები. შეგიძლიათ დაასახელოთ? არ მინდა ახლა კონკრეტულ ქვეყნებზე გადავიდე, მაგრამ არის კონკრეტული ქვეყნები, არის კონკრეტული პრეპარატები, სადაც არის კორუფციული გარიგების ეჭვი და მაინც და მაინც ისე ემთხვევა ხოლმე, რომ გამორჩულად კორუმპირებული მთავრობები დებენ ხოლმე შესაბამის გარიგებებს შესაბამის ფარმაცევტულ კომპანიებთან. ამიტომ ყველაფერი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, ყველაფერი უნდა იყოს დასაბუთებული. კიდევ ერთხელ, არც 1 თეთრი და არც 10 მილიონი და არც მილიარდი არ დაენანება არავის, როდესაც საქმე ეხება შედეგს.
თავარია რომ ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, ეს არის და რაც თავარია, არ შეიძლება ჩვენ ავყვეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და არ შეიძლება ავყვეთ კონკრეტულ შემთხვევაში განზოგადებულად საუბრობ, არ შეიძლება განზოგადებულად ავყვეთ ჩვენ ფარმაცევტული მაფიის ინტერესებს. გერმანია, იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები ვიცით შემთხვევები, სადაც არის. მე ზოგადად ნახეთ ყველაფერთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა კონკრეტული ინფორმაცია საზოგადოების წინაშე. ამიტომ დაელოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას ყოველ ჯერზე მათ აქვთ ექსპერტული ცოდნა ყველაფერთან დაკავშირებით დისკუსიაში შეიძლება შეხვიდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ თემასა და სხვა მსგავს თემებზე. ADB-ს წარმომადგენლობა საქართველოში დადებითად აფასებს როგორც ბიზნეს გარემოს, ასევე ეკონომიკურ მაჩვენებლებს, გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასება როგორ არის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის გეგმები როგორ არის? რა თქმა უნდა ძალიან გვეხარია რომ ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დადებითად აფასებენ ეკონომიკურ პოლიტიკას საქართველოში და ქვეყნის მიღწევებს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. ჩვენი გუნდი არის ძალიან ეფექტური, რამდენიმე მინისტრისგან შედგება მთლიანობაში ეკონომიკური გუნდი და თქვენ იცით რომ პოლიტიკა არის ძალიან ეფექტიანი, ასევე დავამატებდი ეროვნული ბანკის როლს, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით ახორციელებს შესაბამის პოლიტიკას, მონეტარულ პოლიტიკას საქართველოში და მართავს შესაბამის პროცესებს. გუნდი არის ეფექტიანი, საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე და ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კიდევ ერთხელ მინდა დავახსენო, ეს არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგები. და ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი არის ის, რომ პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 9.1% ეკონომიკური ზრდით, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ტურიზმის სფეროში ქონდა სერიოზული დანაკლისი ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კრიზისის ფონზე და ეს შემდეგ. ამ ყველაფრის მიუხედავად პირველი კვარტალი დაიხურა 9.1% ეკონომიკური ზრდით. რა თქმა უნდა, იგივე მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვაკლებთ ეკონომიკას, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის თავარი იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ჯერ კიდევ 350,000 ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჯერ კიდევ დაბალია საშუალო ხელფასი, რომელიც დაახლოებით 2400 ლარია. შესაბამისად გვჭირდება ყველა მიმართულებით აქტიურად მუშაობა, იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი და საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. ეს მნიშვნელობაზე და იმაზე რა ხდება საქართველოს საკითხი შეხვდა კიდევ ერთი შეკითხვა გვექნება თქვენს უკრაინის პოლიტიკის შესწავლას. პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრა ზოგადად ეთმობა ევროპისთვის მნიშვნელოვან თემებს და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ სწორედ დაკავშირებადობაზე იყო ერთ-ერთი პანელური დისკუსია, სადაც პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, როგორც უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე ეკონომიკური განვითარების კონტექსტში და რა თქმა უნდა, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის როლი, ჩვენი ქვეყნის როლი, სწორედ დაკავშირებადობის და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში. ზოგადად ფორმატი ასევე შესაძლებლობას იძლევა, რომ იყოს შეხვედრები ლიდერებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ასევე ევროპის სხვა ქვეყნებთან, ქვეყნების წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც იყო ასეთი შესაძლებლობები და ჰქონდა ორმხრივი საუბრები სხვადასხვა საკითხებზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, დიახ, ჰქონდა საუბარი უკრაინელ კოლეგასთან, ასევე პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და იმ გამოწვევებზეც მათ შორის, რაც ჩვენ შორის არის და მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა. საქართველოს აქვს მთელი ამ ხნის განმავლობაში თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება
უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე უკრაინის მხარდაჭერას და რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ვიხილოთ ასევე უკრაინული მხარის მხრიდან იგივე დამოკიდებულებას. რასაკის კომუნიკაცია იყო და როგორ დაიგეგმა შეხვედრა თუ შეგიძლია? შეხვედრა წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი, შეხვედრა შედგა სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში უკრაინული მხარის ინიციატივით და რამდენიმე წუთს გასტანა და ჩვენ მოვახერხეთ რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. რა იყო შეგიძლია უკრაინა ახლა საქართველოში ანონსი კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, თუმცა იყო ამაზეც საუბარი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია დიპლომატიური ურთიერთობები, მათ შორის ელჩების ყოფნა ქვეყანაში და ვნახოთ კიდევ ერთხელ საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში, სადაც ეს შესაძლებელია და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ეს ურთიერთობები იყოს ურთიერთ პატივისცემაზე დაფუძნებული. სანქციების საკითხი ხომ არ განიხილეთ, აი მათ შორის ირაკლი კობახიძე არ ყოფილა სანქციებზე არანაირი საუბარი. აი კალათეთ მინდა თქვათ დღეს მოვისმინეთ რიგი ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ რომ ხელისუფლების ქმედებები არ შეესაბამება განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და ეს მათი ნაბიჯები გვიწესებს შეზღუდვებს მაგალითად დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით და აი თქვენ როგორ შეგიძლიათ შეფასოთ ეს განცხადება? არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს. ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული საქართველოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორ კეთდებოდა განცხადებები ამა თუ იმ პროგრამების შეჩერების თაობაზე ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რასაც შემდგომ იყენებდნენ იმისათვის, რომ ქვეყნის შიგნით ქონოდა შექმნილიყო პოლიტიკური დღის წესრიგი და ქონოდა გარკვეული გამოხმაურება. ამისთვის იყო გამოყენებული ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ხშირად პროგრამები და სხვა დაფინანსების საკითხები. საქართველოს მხრიდან არანაირი დაფინანსებას პრობლემა არ შექმნია. ერთი ის რომ წესები და კანონის მიხედვით უნდა იყოს ნაბიჯები გადადგმული, ამაში უცნაური არაფერია. კანონები მიღებულია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და თუ ვინმე საინტერესებს, თუ რა ინტერესებიდან გამომდინარე არის ესა თუ ის კანონი მიღებული, ყველას აქვს შესაძლებლობა ჩვენ არასდროს გვითქვამს დიალოგზე უარი, არასდროს გვითქვამს ახსნაზე უარი და თუ ვინმე სურს რომ ჩაიხედოს სიღრმეებში, ამის შესაძლებლობაც არსებობს. ამის შესახებ სულ ისმის ხოლმე კრიტიკა, ხომ მიღებული კანონები არის გასაკრიტიკებელ საკითხებს შორის ერთ-ერთი, რის გამოც აკრიტიკებენ ხომ ქართულ ოცნებას ევროპელი პარტნიორები. თქვენით არ ქონიათ მაგალითად სურვილი რომ თქვენ დაგეხსნათ ან დაგერწმუნებინათ რომ ეს დაუშვათ არ არის ის თქვენი აზრით ასეც ისინი ფიქრობენ. არ არის რეპრესიული კანონებს გულისხმობ. რა თქმა უნდა ჩვენ ამ არასდროს დაგვიშურებია ასე ვთქვათ ჩვენი ახსნა და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის თუ რატომ მოხდა და რატომ ხდება ამა თუ იმ კანონის მიღება. ეს არის ძალიან კარგად ახსნილი. ეს პირველ რიგში გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან და მიმართულია ჩვენს ქვეყანაში სწორედ დემოკრატიული წესრიგის და სტაბილურობის დასაცავად და კიდევ ერთხელ თუ ვინმე სურს დამატებით ინფორმაციის მიღება, თუ რას ემსახურება კანონები, რა თქმა უნდა, მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. თუ კი ექნებათ სურვილები, კიდევ ერთხელ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის და მივაწოდოთ ის ახსნა-განმარტებები, რაც მათ ესაჭიროებათ იმისათვის, რომ ასეთი რიტორიკა აღარ ვიხილოთ ევროკავშირის მხრიდან. კითხავთ ხომ, ანტიდასავლური დეზინფორმაცია არის ხშირად ნახსენები ასევე ამ საკითხებს შორის. ამაზე თუ გქონდათ ლაპარაკი დასავლელ პარტნიორებთან, როდესაც ხშირად ისმის ხოლმე ბრალდებები მათ წინააღმდეგ, რომ ომში ჩათრევის მცდელობებზე და სხვა რამეებზე. ამ თუ იყო მათი მხრიდან გამოხატული ამაზე რამე წუხილი? ანუ ხშირად ისმის ხოლმე ქართული ცნობის წარმომადგენლების მხრიდან ბრალდებები დასავლელი პარტნიორების მიმართ, რომ ისინი ცდილობენ ჩვენს ომში ჩათრევას, ხომ მოგვისმენია. ამაზე თუ არის და ისინი ხშირად გაკრიტიკებენ თქვენ იმის გამო, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა არის ძლიერი. ნახეთ, კრიტიკა, რომელიც თუ
არ ვიცი, წუხილი, რომელიც ისმის ხოლმე და უკავშირდება თითქოს ანტიევროპულ რიტორიკას, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ძალიან კარგად გვაქვს, ასე ვთქვათ, საპასუხო. ერთი ის, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები ქართული პოლიტიკური წრეების მხრიდან და პოლიტიკოსების მხრიდან, ეს რეაქციები არსებობს სწორედ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან. კონკრეტულად უსამართლო რეზოლუციები, როდესაც არის მიღებული საქართველოს შესახებ, შეუძლებელია ეს დარჩეს, ასე ვთქვათ, კომენტარის გარეშე ან პასუხის გარეშე და როდესაც პოლიტიკოსები იცემენ პასუხს, ეს არ უნდა იყოს თარგმნილი თითქოს და ეს არის ანტიევროპული რიტორიკა. ეს არის უბრალოდ რეაქციები იმ უსამართლო ნაბიჯებზე, რომელსაც ჩვენ ხედავთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს რეზოლუციები ერთადერთად ეხება ხოლმე სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ეს რეზოლუციები ყველაფერს ეხება, მათ შორის თუ დეზინფორმაციაზე ვსაუბრობთ და თუ ვსაუბრობთ ჩვენ უსამართლობაზე, თუ ჩავიხედავთ იმ რეზოლუციებში, ძალიან ბევრს ნახავთ ასეც უსამართლობასაც და დეზინფორმაციასაც, ასე რომ არ შეიძლება შეგიძლიათ წაიკითხოთ ევროპარლამენტის 10 რეზოლუცია ბოლო 4 წლის განმავლობაში მიღებული და ძალიან ბევრს ნახავთ ასეც და შეგვიძლია დავსვდეთ და განვიხილოთ კიდევ ერთხელ. ბოლოს მიღებულ რეზოლუციებში განსაკუთრებით ძალიან ბევრია რეზოლუცია, ერთ წუთით ჟურნალისტის პატიმრობამდე ძალიან ბევრი ისეთი ნარატივია ამ რეზოლუციებში და ისეთი რამ არის რეზოლუციებში მოცემული, რომელიც სრულიად აკარგინებს და სრულიად მოწყვეტილია რეალობას და ძალიან მძიმე სურათს ხატავს საქართველოს შესახებ და ეს არის ზუსტად დეზინფორმაციული, როდესაც დეზინფორმაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ეს არის გამოსასწორებელი. პატიმრობა არ არის გადაწონის ამ საკითხს. პირდაპირ ეთერში ვუსმენთ პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს. რამდენიმე წუთში იმედის ეთერს განაგრძობს თეა სიჯინავა სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.